განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ პატარა ჟურნალისტებთან სტუმრობისთვის. და გუნდა გადავიდეთ იმ კითხვებზე, რომელიც ინკოგნიტოს უფროსმა თაობამ მოვამზადეთ. მოდით სამ კითხვებს დავიწყებთ. თუ შეიძლება, რამდენიმე ლექსი კიდევ წაგვიგებთ. სული ცხოვრება მაქვს გავლილი და მაგიდან გამომდინარე ჩემი ლექსებიც ცოტა სენტიმენტალურია და სევდით სავსე. ერთ-ერთ ლექსს წაგიკითხავთ, სარკის მიღმა ასე ქვია. როგორ გაირბინა წლებმა, სარკეს შევეფეთე დაღლილს, ალბათ კვლავ პატარას ვხედავ, ვიცით რო გაფილტრავს მანძილს, ისევ იმ თვალებით ვხედავ, როცა უდარდელი გავჩნდი, მაინც ნაოჭებად ჩნდება უხვად დაგროვილი დარდი. შტორმით მოვარდნილმა ქარმა, შთანთქა ყველა გრძნობა ლამის, სულში დაილექა სევდა, მითხარ როგორ ვენდო ამის, ზოგჯერ წარსულზე რომ ვფიქრო, თავად განცვიფრებულს მიკვირს, ერთმა პაწაწინა გოგო, როგორ გავუძელი ამ ტვირთს, ფიქრში გავრბივარ წვდიაც, მაინც დამიღამდა გზაში, დღეებს რომ ველოდი მზიანს, ჩინი დამიკარგავს თვალში, სახეს დამჩნევია წლები, გულში მონატრება ბარდნის, სევდა მოგონებებს შვენის, წარსულს სურნელი აქვს ვარდის, ყველა სიტყვას ვიტევ გულში, შენ რომ პირდებოდი მაშინ, მახსოვს შენი ყველა ბგერა, შენებ ხავერდოვარ ხმაში, ისევ ფორიაქი სულში, მესმის ნაბიჯის ხმა კარში, ისე თითქოს იყო გუში, ისე როგორც იყო მაშინ, გახსოვს არ მიყვარდა ქოლგა, მე ისევ ჯიუტი დამრჩი, ისევ იმ ბილიქთან დგავარ, ისევ უქოლგოდ დამაწვიმს, მე იმ ფერმფრთალ ფოთოლს ვგავარ, ხიდან რომ უწყდება ქარში, თითქოს განდეგილი დავალ, თუმცა ვარ უამრავ ხალხში, სულ იმ გზაგასაყარს ვხედავ, როგორ შემეშლება სხვაში, მოგონებებს ვხატავ ფერაც, ზის სხივს შევცქეროდი ცაში, წლები გაფრენილან ხედავ, ჭაღარა მერევა თმაში, ერთმა პაწაწინა გოგო, როგორ გავუძელი ამ ტვირთს, მე რომ მიმღეროდი ჰანგებს, ისევ ბობოქრობენ სულში, შენი სიმღერების რიტმი, დღეს ისევ ჩამესმის ყურში, ისევ დამესიზმრე გუში, ბზარი გაგჩენოდა ხმაში, მე ამ სტრიქონებით გეტყვი, შენ სულ ჩემთან იყავ გულში. ეკატერინე ბერიძე დაიბადა 1974 წლის 12 თებერვალს ქალაქ გურჯაანში. 1992 წელს დაამთავრა ქალაქ თელავის მერვე საშუალო რუსული სკოლა. 1992-1993 წლებში დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი. ფლობს რუსულს, ინგლისურსა და ბერძნულ ენებს. ეკატერინე ბერიძე დაოჯახდა 1995 წელს თბილისში და შეეძინა 2 შვილი. მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული. 2009-2015 წლებში მეუღლესთან ერთად გახდა საბერძნეთის ემიგრანტი, სადაც იბეჭდებოდა მისი ლექსები გაზეთ ელადაში. მისი მოღვაწეობა ძალიან საინტერესოა. ქალბატონი ეკატერინე ასევე არის მშვიდობის ელჩი პროექტში აფხაზეთი მე ვარ. 2025 წლის 13 დეკემბერს გახდა საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის გულანის ნამდვილი წევრი, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ ქალბატონი ნაირა მარშანია. 2025 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა მისი საიუბილეო საღამო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის თეატრში. ქალბატონმა ეკატერინემ ჟურნალისტური კვლევის და შრომის შედეგად გამოსცა წიგნი სამტომად ქართველი ემიგრანტები წმინდა მიწაზე, რომელშიც სხვადასხვა ავტორის, როგორც ქართველი ემიგრანტების, ასევე ქართველი ებრაელების შემოქმედება და ისტორიებია შეტანილი ინტერვიუების სახით. იგი არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის 2023 წელს საქართველოს ქალთა საბჭომ დააჯილდოვა მადლობის სიგელით. რა შთაგონების წყარო? შთაგონების წყარო ალბათ ხალასი ემოცია, გულწრფელი ემოცია. როგორც ამბობენ, ლექსს ტკივილი ბადებსო და ჩემი ლექსებიც ტკივილნარევია.
და დაწერილია ნოსტალგიის და მონატრების საფუძველზე. ჩემთვის ძალიან მძიმე დღეები იყო პირველ რიგში სამშობლოს მოწყვეტა, სამშობლოდან შვილებისგან შორს ყოფნა და იქ კიდევ ტრაგედია გადამხდა, გარდამიცვალა მეუღლე. თქვენთვის ცოტა მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. და აქედან გამომდინარე, ალბათ აი ამ ტკივილმა ნოსტალგიამ, მონატრებამ, შვილების სამშობლოსი და ახლობლების დამაწყებინა ლექსების წერა. თუმცა პირველი ორი ლექსი ბავშვობაშიც მქონდა დაწერილი, რაოდენიმე ბანალურიც არ უნდა იყოს, სამშობლოზე ერთ-ერთი იყო და ჩემს ძაღლზე მეორე. ეს ლექსები არ შემორჩა, მაგრამ დანარჩენი ლექსები უკვე არის ჩემს წიგნებში შეტანილი. ყველაფერსია შთაგონება, არ ვიცი, აი პირველი წიგნი არის ძირითადად მიწვნითი ხასიათის. ყველა სულწმიდი მიცვენატრებოდა ოჯახის წევრებს, შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს, არ ვიცი, აი ნათესავებს თუ კურსელებს და ყველას ვისაც ჩემი მეხსიერება წდებოდა, ყველაზე ამ ერთ-ერთ წიგნში ჩემი ლექსები შეტანილი მიწვნითი ხასიათის. თქვენ თქვით, რომ ყველა მონატრებულ ადამიანს წდებოდა თქვენი ლექსები და რა ჟანრის ლექსების წერა მოგწონდათ? ყველა ჟანრზე მაქვს დაწერილი. ემოციით მოდის ყველა ლექსი, რა დროს რა ემოცია მაქვს, იმის მიხედვით ლექსები რა თქმა უნდა შვილებს ეხება, გარდაცვლილ მეუღლეს და ყველას, როგორც უკვე აღნიშნე. თუმცა სიყვარულზეც ბევრი მაქვს დაწერილი. შემიძლია წაგიკითხოთ სიყვარულზეც ერთ-ერთი ჩემი ლექსი, არც პატარები ხართ, რომ სიყვარულზე ლექსი არ მოგეწონოთ. ამაოება. ვინმეს კი არა, მე სიყვარულს ვეტრფოდი მხოლოდ. ვინმე კი არა, მე ეს გრძნობა მიყვარდა თავად. უსიყვარულო ფერფრთალ დღეებს არ უჩანს ბოლო და თუ არ მიყვარს, ამიტომაც ვარ ახლა ავად. შენზე კი არა, სიყვარულზე დამწყდება გული. მე შენ კი არა, თავად გრძნობა დამენანება. თუ კვლავ გაქრები ისე როგორც წახვედი უწინ, მაშინ ყოფილა სიყვარული ამაოება. გაცრეცილ გრძნობას გასჩენია ნისლისფრად ბზარი. მზეს აღარ ძალუძს, რომ გაათბოს სხივებით დილა, თუ ვეღარ დაგჭრის კუპიდონი ისრებით, მაშინ სახათას წილით სჯობს ეძინოს სიყვარულს მშვიდად. უსიყვარულოდ ბზეც არ მზეობს, ამბობ და გალა. უსიყვარულოდ არც მე ამ სურს გავინაპირო, მაშინ ამ გრძნობის ფასიც ღირდეს იქნება ჩალად, თუ ძველებურად მხოლოდ სიზმრებს უნდა ვეფერო. დღეს სიყვარულის ფრინველი თუ ჩურჩულით გალობს, რუც მოისმენდა ეროსის და აღაპის მოთქვას, გრძნობის მორებში ღმერთებიც კი უძლურნის ჩანან, როცა ღალატი აზრებს ურევს ადამის მოდგმას. დაჭრილი გული თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობს, უსიყვარულოდ უღიმღამო დილად ენდება, გული კი მაინც უსასრულო სიყვარულს ითხოვს, გრძნობა დაცლილი ცრემლის სანთლად ჩამოიქნება. ვინმეს კი არა, მე სიყვარულს ვეტრფოდი მხოლოდ. ვინმეს კი არა, მე ეს გრძნობა მიყვარდა თავად. უსიყვარულო ფერფრთალ დღეებს არ უჩანს ბოლო და თუ არ მიყვარს, ამიტომაც ვარ ახლა ავად. გვიახლოვდება ახლა სიყვარულის დღეები და წაგიკითხოთ კიდევ ერთ ლექსს სიყვარულზე. უნდა გიყვარდეს, რომ სამყარო ფასობდეს ოქროდ. დავცარიელდი, აფროდიტეს ჩემად ვეღარ გრძნობ. იდუმალ გრძნობებს დასჯილ ნებას, ასე უღმერთოდ. ვერავგრძალავს ზევსიც ქალღმერთს უმისამართოდ. ასე ეულად, ასე კენტად, ასე უნეფოდ, სიყვარულის დღეს მოგილოცავ ჩემო უშენოდ. საოცარი რესპონდენტი ყავდა, ხო ბავშვებო, როგორ შევაფასებთ ჩვენს ჩანაწერს? ძალიან კარგი. მე მგონი ყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი მოსწავლეები ყავს, არაჩვეულებრივი უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტები ყავს, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 00 94.
გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბრიჭიძე.